მთავრობის 265 დადგენილება ხმაურის მიზეზი ხდება. 4 აპრილს მიღებული ამ დოკუმენტის მიხედვით მშენებლობის ნებართვის გაცემა კიდევ უფრო მარტივდება. არქიტექტორები და ურბანისტები ფიქრობენ, რომ ახალი წესი ხელისუფლებამ საკუთარ ინტერესებს მოარგო. მართლაც უკავშირდება თუ არა ეს პანორამა თბილისისა და სვანეთში ხუდონხესის მშენებლობას, ამის გარკვევა ცოტნე გეგეჭკორმა სცადა. ნაციონალური მოძრაობის, ესე იგი, ცნობილი აღვირახსნილი მოქმედებებით რომ გავიხსენოთ, მსგავსი რამ არც კი მოსულიათ მათ თავში. ასიაფასებს მთავრობის 265 დადგენილებას ურბანისტი ირაკლი ჟვანია. მთავრობის 4 აპრილის გადაწყვეტილებით მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართო პირობების შესახებ მთავრობის 2009 წლის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. დოკუმენტის ახალ რედაქციაში გაჩნდა ჩანაწერი ხაზოვანი ნაგებობების შესახებ. ობიექტის მშენებლობის დაწყება გაადვილებული და გამარტივებული იქნება. ხაზობრივ ნაგებობებს მიეკუთვნება რკინიგზა, მილსადენი, სახერო საბაგირო გზები. არ არის დასრულებული პროექტი და თუ კი არ არის შეგროვებული კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ასე წერია აქ, მაინც შეიძლება გაიცეს სამშენებლო ნებართვა. ორშაბათს მერიის მიერ თბილისი პანორამას განხილვაზე უარის თქმის მოტივი თანაინვესტირების ფონდის მიერ არასრული პროექტის წარმოდგენა გახდა. ჰოლიდეინში გამართულ საჯარო განხილვაზე ძველობაში დაგეგმილი მშენებლობა სპეციალისტებმაც გააკრიტიკეს. მე პირადად ძველი ისტორიის გამეორებას. ძველად და ზუსტად ასე ხდებოდა, რომ გვეტყოდნენ, რომ აი იმ გამოვიდო და ვერა ქობალია და გვეტყოდა, აი ეს უნდა მოგეწონოთ იმეილს, რომ რაღაცებს დაადგავენ. მთავრობის გადაწყვეტილება დღეს ვიცემერმა შეაფასა. ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ხაზოვანი ნაგებობის მშენებლობის შესახებ ნებართვას ეკონომიკის სამინისტრო გასცემს. შესაბამისად, თბილისი პანორამას საბაგიროების შესახებ გადაწყვეტილებაც მისი პრეროგატივაა. იმეც გამოვთქვამთ, რომ ეკონომიკის სამინისტრო პანორამა თბილისთან მიმართებაში არ ისარგებლებს და არ გამოიყენებს კანონმდებლობის ამ დანაწეს ბოროტად და ძალიან გამარტივებული წესით, ანუ ფაქტობრივად დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე არ მისცემს საშუალებას განცხადებას განახორციელოს მშენებლობა ქალაქის ისტორიულ ნაწილში. ვიცემერმა დღეს ისიც თქვა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება შესაძლოა სვანეთში ხუდონხესის მშენებლობასაც უკავშირდებოდეს. ირაკლი აბესაძის პოზიციას ემთხვევა მწვანეთა მოძრაობის შეფასებაც. გარემოს დამცველი ორგანიზაციისთვის ორივე პროექტი, პანორამა თბილისი და ხუდონხესი მიუღებელია. მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში ცვლილება მიუღებელია არქიტექტორ ცირაელისაშვილისთვის. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც კანონს ვარგებთ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ინტერესებს კონკრეტული ჯგუფებისა. ახალგაზრდა იურისტები ფიქრობენ, რომ განხორციელებულ ცვლილებაში საგანგაშო არაფერია. ეს არ ვიცი რამ გამოიწვია ახლა რატო განხორციელდა ეს ცვლილებები, რა არის საფუძველი ასეთი ცვლილებების განხორციელების და ალბათ უმჯობესი არის ვინც ინიციატორი იყო აი ამ ცვლილებების, მან განმარტება გააკეთო. თანაინვესტირების ფონდში დღეს კომენტარზე უარი გვითხრეს. ურბანისტები, არქიტექტორები და გარემოს დამცველები ფიქრობენ, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის 4 აპრილის გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს.